როგორ დავამუშავოთ მთვარე. მთვარის შემთხვევაში უფრო რთული არის დამუშავება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი, ესე ვთქვათ, ბევრი რამე, ბევრი ხერხი არ არის დასამუშავებლად, წესით მარტივი უნდა იყოს, მაგრამ რეალურად დასამუშავებლად მთვარე არის ყველაზე რთული, იქიდან გამომდინარე, რომ მთვარე ძალიან სწრაფია. და შესაბამისად, ყოველ წამს, ყოველ მეორე მესამე დღეს ადამიანს უკვე სულ სხვანაირი სურვილები, სულ სხვანაირი მოთხოვნილებები აქვს, პლუს მინუს, ესე ვთქვათ. შესაბამისად, ძალიან ცვალებადია მთვარე. და ამიტომაც, რომ დაამუშავო და რაღაც კონკრეტული თვისება სულ გამოიმუშავო გრძელვადიან პერიოდში არის უფრო რთული. მთვარის ძირითადი მახასიათებლები არის სურვილები ადამიანის და მოთხოვნილებები. მთვარე იქნება ძლიერი, როდესაც ადამიანი საკუთარ სურვილებს და მოთხოვნილებებს აკონტროლებს. ესეთ დროს პარალელური არის ხოლმე სატურნის დამუშავება, იმიტომ რომ ძლიერი სატურნი დაემხმარება მთვარესაც და პირიქით ძლიერი მთვარე ეხმარება სატურნს, იმიტომ რომ სატურნიც არის თვითკონტროლი. და მთვარე არის საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები, რომელიც უნდა გააკონტროლო. უკონტროლო მთვარე, როდესაც ადამიანს უნდა და აკეთებს იმას მხოლოდ რაც უნდა, ეს არის სუსტი მთვარე. საკუთარი თავის ძალიან შეზღუდვაც ესეც სუსტი მთვარეა. რეალურად ადამიანმა უნდა აკონტროლოს საკუთარი სურვილები, უნდა იცოდეს და მიხვდეს კონკრეტულად რა სჭირდება, კონკრეტულად რა უნდა. იმიტომ რომ არის განსხვავება, მე რა მინდა და რეალურად რაც მჭირდება. ეს ორი უნდა დაემთხოს ერთმანეთს, რომ რაც მე მინდა, ეს უნდა მჭირდებოდეს. თუ ადამიანი ცდილობს გაარჩიოს os ორი ერთმანეთისგან, რომ მე მინდა მაგალითად დღეს სადღაც წავიდე, მე ეს რეალურად მჭირდება თუ არა, დააფიქრდეს და თუნდაც ემოციების კონტროლის მიმართ, როდესაც სიბრაზე მოთოკოს, რაღაცნაირად მიმართოს. ადაპტაციაც მთვარის ერთ-ერთი მახასიათებელია, თვისება, რასაც გვაძლევს ჩვენ მთვარე, შესაბამისად, დამუშავებული მთვარის შემთხვევაში ადამიანი არის ადაპტირებადი, ესე ვთქვათ. შესაბამისად, ძალიან მარტივად ადაპტირდება გარემოში. როდესაც კონფლიქტური სიტუაცია შეუძლია შეატრიალოს ისე, რომ რაღაცნაირად გამოვიდეს კონფლიქტიდან. როდესაც რთული სიტუაცია ცდილობს გამოვიდეს იგივენაირად მაქსიმალურად, დიპლომატიურად, მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, მინიმალური დანახარჯების გარეშე, მინიმალური ზიანით, ესე ვთქვათ. შესაბამისად, ვისაც აქვს განვითარებული მთვარე, იმ ადამიანს აქვს თავისი მოზომილი სურვილები, მოზომილი მოთხოვნილებები და ადაპტაციის დონეც შესაბამისი. არც ძალიან არასტაბილური არ უნდა იყოს, რომ გაქექილი ადამიანი რო არის ძალიან ადაპტირებადი გარემოში. უნდა იყოს სადღაც შუაში ოქროს შუალედი, რომ აკონტროლოს საკუთარი თავი, მაგრამ აკონტროლო ისე იმ დონეზე, რომ ძალიანაც არ შეზღუდოს.